უმაღლესი განათლების რეფორმა, ხარისხის ზრდა თუ ახალი გამოწვევები უნივერსიტეტებისთვის და სტუდენტებისთვის პარტია საქართველოსთვის წევრი დეპუტატი ტატა ხვედელიანი უკვე შემოგვიერთდა სტუდიაში. საღამოშვიდობის ქალბატონო ტატა, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში მაინტერესებს თქვენ რამდენად მოგჭრათ ყური, როცა დაფინანსების მოდელზე საუბრისას განათლების მინისტრმა საკმაოდ წვრილად ჩამოთვალა ყველა ევროპული ქვეყანა, საფინანსო ინსტიტუტი თუ უცხოელი ექსპერტი, რაზეც ამ რეფორმაზე მუშაობისას გაუვლიათ კონსულტაცია, თუმცა უშუალოდ განათლების რეფორმის კონცეფციის ავტორად ჩვენ ვიცით ზოგადად რომ ეს რეფორმა დაიწერა სამინისტროში თუ მთავრობის მიერ. რას ამბობს ეს უშუალოდ განათლების რეფორმის კონცეფციაზე პირველ რიგში? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ჯერ თავიდან დავიწყებ იმით, რომ ჩვენმა ფრაქციამ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმასთან დაკავშირებით, რომ განათლების მინისტრის ინტერპელაცია ყოფილიყო ინფორმატიული ჩვენი მოსახლეობისთვის, საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვა არის დღემდე პასუხგაუცემელი და სამწუხაროა რომ ინტერპელაციამაც ვერ უშველა ამ ვითარებას, იმიტომ რომ ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა დარჩა ინტერპელაციის შემდეგაც. რაც შეეხება შეკითხვებს, ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რომ ჩართულობა იყოს ამ მიმართულებით, ჩვენ რა თქმა უნდა ჩართული ყავდა ყველა ადამიანი, ვისაც ჰქონდა იმის მზაობა, რომ ამ პროცესში მიეღო მონაწილეობა და ჩვენ მზაობას ვაცხადებთ ყველა ამ მიმართულების ექსპერტთან თანამშრომლობაზე. შესაბამისად ეს შეკითხვები 44 შეკითხვა, რომელიც ეხებოდა კონკრეტულად განათლების ეგრეთ წოდებულ რეფორმას, რომელსაც ახორციელებს ოცნება და ის ეხებოდა ზოგად და უმაღლეს განათლებას. ამიტომ ჩვენ არ ჩავსვით აქ სხვა შეკითხვები, იმიტომ რომ იცით, რომ ამ სისტემაში ძალიან ბევრი გამოწვევა არსებობს და ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს კონკრეტულად იგივე პროფესიული განათლების მიმართულებით. ამაზეც აპელირებდა ბატონი მიხანაძე, თუმცა რეფორმა არ შეხებია პროფესიულ განათლებას, შესაბამისად ჩვენ ზოგადსა და უმაღლეს განათლებაზე დავუსვით მას შეკითხვები და შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად კომპაქტური ყოფილიყო, თუმცა მაინც ბევრი იყო, საკმაოდ ბევრი იყო. მან რა თქმა უნდა თავი დაიძვrina ძალიან ბევრი კონკრეტული შეკითხვისგან, იმიტომ რომ კონკრეტულად დაფინანსების მიმართულებით მან ისაუბრა იმ გაწეულ სამუშაოზე, რომელიც გასწია მსოფლიო ბანკმა ჩვენს ქვეყანაში და მათმა სამუშაო ჯგუფმა და სწორედ ეს ექსპერტები, ვინც ჩამოთვალა არიან აი ამ პროცესში ჩართულები, განხორციელდა კვლევა, განხორციელდა დაფინანსების მოდელის შემუშავება, რომელიც 2021 წლიდან მიმდინარეობს. შესაბამისად, ახალი აქ არაფერი არ იყო, მან ისაუბრა დეტალურად ისაუბრა მოდელზე. თუმცა არ ისაუბრა დეტალურად როდის გადავა? ბევრი წელი ამაზე მიდის მუშაობა, როცა ახალი რეფორმა და რა თქმა უნდა არ უსაუბრია მთავარ შეკითხვას ვერ გასცა პასუხი, რა არის ის ფინანსური ნორმატივი, რომელიც ერთი სტუდენტისთვის არის განაწილებული. იმიტომ რომ ძალიან ამაზე მაყურებელს რომ შევახსენოთ, ეს არ არის სტუდენტებისთვის საინტერესო, რადგან სახელმწიფო აფინანსებს ისედაც უფასო ხდება სწავლაო. რატომ არის საინტერესო ესეც რომ ავხსნათ, შეიძლება ესე ვიწროთ სტუდენტისთვის არა, მაგრამ გადასახადის გადამხდელებისთვის, ბიუჯეტისთვის ვფიქრობ, რომ ძალიანაც საინტერესოა, მით უმეტეს თუ ფასი ხარისხთან კავშირში მოდის. ყველასთვის არის საინტერესო, განსაკუთრებით თუ ჩვენ ვსაუბრობთ ხარისხზე და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით განათლების სისტემის ყველაზე მწვავე გამოწვევა გახლავთ განათლების ხარისხი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი სტუდენტები, ჩვენი ახალი თაობა რა ხარისხის განათლებას იღებს და ამაში სახელმწიფო რას იხდის. და რა თქმა უნდა, მოსახლეობას აქვს იმის უფლება, რომ იცოდეს მით უმეტეს მაშინ, როდესაც ოცნება, რომლის ხელშიც კონსოლიდირებულია დღესდღეობით ძალაუფლება, წარმოადგენს კორუფციულ და კორუმპირებულ ძალას, იმიტომ რომ ჩვენ წლების განმავლობაში ვნახეთ, როგორ ძარცვავდნენ ოცნების წევრები საქართველოს ბიუჯეტს, მათ შორის განათლების სისტემაშიც ძალიან ბევრი გამოწვევა არის ამის გამო. შესაბამისად, ნდობა ამ ძალის მიმართ არის ძალიან მინიმალური. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა შეკითხვას გაეცეს პასუხი და ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე.
აქედან გამომდინარე ჩვენ მივმართეთ მას კონკრეტული შეკითხვებით, რომლებსაც გვინდოდა გაგვეყო პასუხები, თუმცა მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ პასუხების გაცემისთვის აერიდებინა თავი, იმიტომ რომ მას არ აქვს ეს პასუხები. ეს განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმა არის ნაჩქარევი, არის გაუაზრებელი, მასში არ არის გათვალისწინებული ის რისკები, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას, ის შედეგები, რომლებსაც მოგვიტანს ეს განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმა, აქედან გამომდინარე, მას აი ამ ქაოტურ პროცესში, რომელიც არის ერთი თვით ადრე აბიტურიენტების გამოცდებამდე, აქვს ზუსტად ვინ დაწერა ეს რეფორმა? საბოლოოდ რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ, როდესაც როგორც დასაწყისში აღნიშნე, როცა გარკვეულ რეფორმას ყავს ავტორი და გულისხმობ აქ დაფინანსების მოდელზე მუშაობას, რომელსაც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ამუშავებს განათლების სამინისტრო, ნამდვილად არ დაზარებია გივი მიქანაძეს არც ერთი სახელით და გვარის, არც ერთი ქვეყნის, არც ერთი ფინანსური ინსტიტუტის ჩამოთვლა. რასაც ვერ ვიტყვით ვერც კონცეფციის რეფორმის ავტორობაზე და ვერც შრომის ბაზრის კვლევაზე, ჩვენ ძალიან მრავალჯერ საკომიტეტო მოსმენებზე, ასევე სასესიო დარბაზშიც დავუსვით განათლების წარმომადგენლებს შეკითხვები ექსპერტებთან დაკავშირებით, კვლევებთან დაკავშირებით, რომლებსაც ეფუძნებოდა ეს კონცეფცია და შემდეგ უკვე საკანონმდებლო ინიციატივები, თუმცა ვერც ერთ შემთხვევაში ჩვენ ვერ მივიღეთ ამაზე პასუხები, ამიტომ მე ჩემს სიტყვაში გავარჩიე ძალიან დეტალურად ეს რეფორმა შემოგთავაზა ყველაფრის ექსპერტმა ბატონმა კობახიძემ, რომელიც ბოლო თვეებში იყო დაკავებული კორპუსების გაყიდვით, უხარისხო ხორცის გაყიდვით, ბატონმა მიქანაძემ, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობის ციხეების ყოფილი ხელმძღვანელი და ამ რეფორმას ასევე ძალიან თავგამოდებით იცავს ქალბატონი მარიამ ლაშხი, რომელიც არის მასონების მკვლევარი. ანუ აი ეს ჩემს სიტყვაში იყო ეს სამი ადამიანი, ასე ვთქვათ, წინა პლანზე წამოწეული, იმიტომ რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც გვთავაზობენ. სხვა სახელები და გვარები ჩვენ ესე კონკრეტულად რეფორმის კონცეფციის ნაწილში სამწუხაროდ არ გაგვიგია. დაფინანსების თემაზე ერთი კითხვა მექნება და შემდეგ უკვე სხვა ნაწილებიც მინდა მოვიცოთ. ხომ არ აპირებთ იგივე მსოფლიო ბანკსაც მიმართოთ დამატებითი კითხვებით, რადგან მინისტრი ვერ თუ არ იყო კონკრეტული ახალი მოდელი როდის ამუშავდება, ან რას ნიშნავს რაოდენობის მიხედვით, როდესაც უნივერსიტეტები მიიღებენ დაფინანსებას, მაგალითად რაბედიელის ილია სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც შარშან 4000 სტუდენტს იღებდა, წელს მხოლოდ 400 უნდა მიიღოს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ამ რეფორმაზე მუშაობა აშკარად დაიწყო 2019 წლიდან, როდესაც სესხი მიიღო ქვეყანამ, თუმცა მას შემდეგ განათლების რეფორმის ნაწილში ბევრი რაღაცა შეიცვალა და რამდენად არის მიზნობრივი ეს სესხი, რამდენად სწორად იხარჯება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ, რომ გამოვიყენოთ ნებისმიერი პლატფორმა, ნებისმიერი შესაძლებლობა ამ მიმართულებით, იმიტომ რომ განათლების სამინისტროს მიმართ ჩვენ წერილობით ბევრჯერ გვქონდა, ასე ვთქვათ, კომუნიკაცია ჩვენ საკომიტეტო მოსმენებზეც და სასესიო ფორმატშიც ვხვდებით ერთმანეთს, თუმცა არის შეკითხვები, რომლებსაც ისინი პასუხს ვერ სცემენ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის, რომ ის ინტერპელაცია, რომელიც ჩატარდა და ის ინფორმაცია, რომელიც ბატონმა მიქანაძემ ჩვენ მოგვაწოდა, ეს ინფორმაცია იყოს დამუშავებული და ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ იმაში, რომ სამინისტროს არანაირი გეგმა არ აქვს. სამინისტროს ქმედებები არ არის თანმიმდევრული, არ არის გამიზნული იმ გამოწვევების აღმოსაფხვრელად, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში განათლების სისტემაში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ კომუნიკაცია გვექნება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მსოფლიო ბანკთანაც და ყველა ჩართულ აქტორთან, რომელიც ამ ვითარებაში შეიძლება რაიმე ინფორმაციას ფლობდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან საინტერესო იქნება მსოფლიო ბანკის კომენტარი და შეფასება ამ რეფორმასთან მიმართებითაც ნამდვილად. ამ ეტაპზე, როგორც ჩვენ ასე მედიის მეშვეობით ვიგებთ, ისინი საკმაოდ, ასე ვთქვათ, კომენტარს არ აკეთებენ ამასთან დაკავშირებით და ეს სწორედ ადასტურებს აი ამ
ქაოტურ პროცესს, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ის დათქმები, რომლებიც მსოფლიო ბანკის მხრიდან არის წამოსული განათლების სისტემის მიმართულებით, სწორედ ამ დათქმების წინააღმდეგ არის ეს რეფორმა, ის ფაქტიურად იზოლირებას უკეთებს ჩვენს ერთ-ერთი პრიორიტეტი სისტემას. კომპონენტი ამ რეფორმის ნაწილში იყო იგივე ინტერნაციონალიზაცია და ვხედავთ ამ რეფორმის ფარგლებში ბევრი კითხვა რჩება, ხო? და ჩნდება ქართული ოცნების რეფორმა, თქვათ, განათლების ინტერნაციონალიზაციას რამდენად შეუწყობს. რა თქმა უნდა, ამ რეფორმაში არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, კონკრეტულად ამ მიმართულებით, როდესაც პირველი საკანონმდებლო ინიციატივა შემოვიდა დეკემბერში, სწორედ დაფინანსების მოდელთან დაკავშირებით და წესთან დაკავშირებით, მაშინაც გვქონდა ჩვენ ეს შეკითხვები, რამდენად მოდის ეს თანხმედრაში ბოლონიის პროცესთან, რამდენად მოხდება ჩვენი არსებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომების აღიარება შემდეგ, რამდენად გამოწვევის წინაშე ხომ არ დადგებიან ჩვენი ახალგაზრდები თუ დაუშვათ განაგრძობენ სწავლას სხვა ქვეყანაში. დიახ, ერთადერთი კვლევა, რომელსაც დღესდღეობით განათლების სამინისტროს რიხიანად ასახელებს, ეს არის ბაზრის კვლევა. ბაზრის კვლევა, რომელსაც ახორციელებს ყოველწლიურად ეკონომიკის სამინისტრო და თქვენ იცით, თქვენ ასევე თქვით უკვე რომ ის გასაჯაროებული არ არის სრული, ეს არის პრეზენტაცია, ჩვენ ვიცით მხოლოდ ბატონი კობახიძის მიერ გაკეთებული პრეზენტაციიდან ეს ინფორმაცია და ფაქტია, რომ ჩემს შეკითხვას მინისტრის მოადგილე ბატონი გაბისონია ფაქტიურად გაექცა, მან ვერ უპასუხა ჯეროვნად, როდესაც მე მას დავუსვი შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ბაზრის კვლევა საფუძვლად დაედო სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტების განაწილებას. მაგრამ კერძოში არ დაედო საფუძვლად, მან ძალიან ბუნდოვანი პასუხი გამცა. სწორედ ეს არის არათანმიმდევრული, გაუაზრებელი. რა იყო ამ რეფორმის და რა არის ამ რეფორმის მიზანი? რა შეიძლება დავასკვნათ? ან რატომ უნდა გვეგონოს, რომ ხელისუფლებას სურს პირიქით უფრო დაამძიმოს განათლების სისტემაში მდგომარეობა, ვიდრე აამაღლოს? ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები გახლავთ ერთი ადამიანი. შესაბამისად, ეს ერთი ადამიანი თავის გადაწყვეტილებებს მხოლოდ და მხოლოდ იმის მიხედვით ახორციელებს, რაც სარგებელს მოუტანს მას. შესაბამისად, ჩვენ ბევრი ასეთი შემთხვევა გვაქვს. ოცნების საპატიო თავმჯდომარეზე ვსაუბრობ, მაგალითად GDS-ის ტელევიზია, როდესაც მან სარგებელი არ მოუტანა და მან დაიწყო პარაზიტობა იმედის ტელევიზიაზე. Blexi Arena, რომელიც სახელმწიფოს გადაუფორმა და ახლა 27 მილიონი ჯდება მისი მოვლა-პატრონობა და ასევე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, მისი განვითარება, მისი გაძლიერება იყო სამთავრობო გეგმაში, რომელიც არის დამტკიცებული და რა თქმა უნდა, ეს იყო ოცნების ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება. ამაზე ბატონი კობახიძე ძალიან ბევრჯერ წარსდგა მედიის საშუალებით და ეს იყო მათი მთავარი გამოწვევა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველად არჩევანში, რაც ნახეთ, თუმცა ეგ შეიძლება აგვისტომდე შეიცვალოს კიდეც დიდი ინტერესი აბიტურიენტების ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მისამართით არ ჩანდა. რა თქმა უნდა, არ ჩანდა და აქ კიდევ ერთი დადასტურება აი ამ საკითხის, რატომაც კეთდება ეს რეფორმა. არის ის, რომ საკომიტეტო მოსმენაზე ბატონმა გაბისონიამ ასევე განაცხადა, რომ გრძელდება და ძალიან მაღალი ტემპებით მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამჟამად ახალი პროგრამების დანერგვა. ანუ ფაქტიურად ირიბად ეს ადამიანები ადასტურებენ, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაძლიერდეს და რა თქმა უნდა აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა, რომელიც არის პირველი განსხვავებული აზრი, ოცნებას საერთოდ არ აწყობს ჩვენს ქვეყანაში განათლებული ადამიანების სიმრავლე სიუხვე იქიდან გამომდინარე, რომ განათლებული ადამიანები სვამენ შეკითხვებს, განათლებულ ადამიანებს აქვთ განსხვავებული აზრი
და მეტად მომთხოვნები არიან მათ შორის ხელისუფლების მიმართ, რომელსაც ქირავენ. ნახოთ რა გამოვა, როდესაც გამოცდები ჩატარდება და შედეგებიც დაიდება, ალბათ შეფასება საბოლოოდ რა მოგვიტანა ამ რეფორმამ, რა სურათი შეიქმნა, მაშინ ყველაზე კარგად დავინახავთ. თქვენი ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა ასევე უნივერსიტეტების ქონების მართვას და თავიდანვე, როდესაც რეფორმა დაანონსდა და ერთ-ერთი მოდელი, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, მაშინვე ითქვა, რომ აქტივები, რომელიც გამოთავისუფლდება და პირველ რიგში ილიაუს უნივერსიტეტის კორპუსებს გულისხმობდნენ და ტექნიკური უნივერსიტეტის მისამართითაც იყო, მაშინ გაჩნდა გარკვეული ეჭვები შეეხებოდა მათ გასხვისებას. თუმცა ბოლო პლენარულ სხდომაზე მინისტრმა აშკარად აისხლიდა თქვენი ეს კითხვა და გიპასუხოთ, რომ სამინისტროს კომპეტენცია არ არის ქონების განკარგვა, რაც შეიძლება ტექნიკურად სწორი პასუხიც არის. რა არ თქვა მინისტრმა და ხომ არ ფლობთ რამე დამატებით ინფორმაციას, იგივე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონებას რას უპირებს სახელმწიფო, როდესაც მილევად რეჟიმში წავა არსებული პროგრამები და ილია ყოველწლიურად 4000-ის ნაცვლად 400 თუ 300 სტუდენტს. რა თქმა უნდა, მან არ თქვა, ჩვენ ზოგადად მიჩვეულები ვართ ოცნების მაღალჩინოსნებისგან და პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან, რომ ისინი პასუხისმგებლობას არ ითავისებენ, არ იღებენ საკუთარ თავზე. შესაბამისად, დანგრეულ სკოლებთან დაკავშირებით მან ყველაფერი ინფრასტრუქტურის სამინისტროზე გადაიტანა და რა თქმა უნდა, გადაიტანა ეკონომიკის სამინისტროზე კონკრეტულად შენობების საკითხი. რა თქმა უნდა, განათლების სამინისტრო არის ჩართული ამ პროცესში, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე, რომ ის ადგენს განათლების პროცესთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, შესაბამისად ის ახდენს პრიორიტეტიზაციას, თუ რომელი შენობა სჭირდება, რა რაოდენობის კვოტის შესაბამისად ხდება საგანმანათლებლო პროცესი, თუნდაც რომელ შენობაში, რომელ უნივერსიტეტში შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები და განათლების სამინისტრო არის ჩართული ამ საკითხში. ეს რეფორმა, რა თქმა უნდა, გამოიწვევს სტუდენტების რაოდენობის შემცირებას, ეს რეფორმა გამოიწვევს აკადემიური პერსონალის შემცირებას, შესაბამისად ამასაც კატეგორიულად ამასაც და აქაც პროპაგანდისტულად ის როდესაც მას დაესვა შეკითხვა, რომ რამდენი პროგრამა გააუქმეთ თქვენ, მან თქვა, რომ ჩვენ არ გაგვიუქმები არც ერთი პროგრამა, ჩვენ ისინი მილევად რეჟიმში გადავიყვანეთ. რას ნიშნავს მილევად რეჟიმში გადაყვანა თუ არა რაღაც ნაწილი ალბათ. დიახ, შესაბამისად პროგრამების მილევად რეჟიმში თუ ესე განმეორდებით და ვიტყვით პროგრამების მილევად რეჟიმში გადაყვანა, რა თქმა უნდა, გამოიწვევს შენობების გათავისუფლებას და ამის შემდეგ რა თქმა უნდა ამის შესახებ ბატონმა კობახიძემ ისაუბრა უკვე, მან ისაუბრა, რომ რუსთავში შეერჩეული აქვთ შესაბამისი ტერიტორია, სადაც მოხდება მშენებლობა და ასევე მისი საუბრიდან ვიგებთ, რომ ისტორიული რაღაც კონტექსტის გათვალისწინებით მოხდება თესეუს და ტექნიკური უნივერსიტეტის რაღაც შენობების შენარჩუნება და დანარჩენი ეს უკვე იქნება ყველაფერი რუსთავში. ამაზე თვითონ აქვს ნასაუბრები, თუმცა ჩვენ ნახეთ მისგან ინიციატივა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი და ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეერთდებოდა და ერთი კვირის შემდეგ მან უკან წაიღო ეს საკითხი. ჩვენ ნახეთ ზოგადი განათლების მიმართულებით 6 წლამდე ბავშვების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივა და აქაც უკან წაიღეს და დაუშვეს წელს. როცა წინააღმდეგობას აწყდებიან, არ ვიცი სტრატეგია თუ რა, უკან იხევენ ეს ჩვენ. დიახ, და რა თქმა უნდა, აქ კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ ეს რეფორმა არ ეფუძნება არავითარ კვლევას, არავითარ რეკომენდაციას, არავითარ გააზრებულ პროცესს, რომელიც თან ახლავს ნებისმიერ რეფორმას, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ ნებისმიერი საერთაშორისო მაგალითი, როგორ აკეთებენ განათლების რეფორმებს წლობით და ეს არის ბრიტანეთი, ეს არის ფინეთი, ეს არის გერმანია, ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა. ასე რომ ემუშავათ და მოემზადებინათ გივი მიქანაძე დაფინანსების მოდელის რეფორმის მსგავსად ჩამოგითვლიდა სახელებს და გვარებს და ქვეყნებსაც, რაც ასე არ იყო. სულ 3 წუთი გრჩება და ძალიან მოკლედ უფასო სასკოლო კვებაზეც მინდა კითხოთ.
ბევრი წელია ამაზეც მიდის მუშაობა. მე მახსოვს პანდემიის პერიოდში, მაშინ ჯერ კიდევ გიორგი გახარია იყო პრემიერი, ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და შემუშავებულიც კი იყო და დათვლილიც რა დაჯდებოდა სკოლებში უფასო კვების შემოტანა. წლები ავსვა ამ კითხვას, მაგრამ ამ დრომდე რაღაც ზოგადია მაინც სამინისტროს პასუხი, თუმცა ბოლოს მინისტრმა ახსენა რაღაც სასკოლო სკოლა ჰაბები შეიქმნება, საიდანაც სხვა სკოლებში დისტრიბუცია მოხდება ამ პროდუქტების ალბათ თუ არ ვიცი რა როგორი გულისხმა. ამ საკითხს მაინც დაადგამენ თავს, როგორ ვფიქრობთ, არის ოცნება ამისთვის მზად თუ უფრო მარტივია ფორმები შევიკერო ბავშვებს. თუმცა ესეც ვერ ესწრება თურმე ყველასთვის. მთავარი ამბავი, რომელიც დღეს გაჟღერდა, არის ის, რომ ფორმების შეკერვაც ვერ ესწრება და მხოლოდ პირველ კლასს ექნება ფორმები. შემდეგ დააწერეს. ამაზეა ზუსტად საუბარი, რომ რეფორმა და ნებისმიერი საკითხი მიმდინარეობს არაკომპეტენტურად, არაპროფესიონალურად და შემდეგ ამით ზიანდება ჩვენი მოსახლეობა და მათი ინტერესები. რაც შეეხება სასკოლო კვებას, ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ ამ საკითხზე. იცით, რომ გიორგი გახარიას დროსაც ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა, თუმცა მას შემდეგ იყო დაპირებები, რომ დაიწყებოდა ამ პროგრამის განხორციელება, თუმცა რა თქმა უნდა, საქართველოს ბიუჯეტში ოცნებამ იპოვა მოსაპარი ფული და ვერ იპოვა სკოლის ბავშვების კვების ფული. შესაბამისად, ამაზეც უარს ამბობენ, მაშინ როდესაც სასკოლო კვების პროგრამა ეს არის შედეგიანი ინვესტიცია ჯანდაცვაში, განათლებაში, იმიტომ რომ როგორ ვიღებთ ჩვენ სოციალურ თანასწორობას, როდესაც ფორმიანი ბავშვი დგას და უყურებს მეორე ფორმიან ბავშვს, რომელიც ვერ ყიდულობს საჭმელს. და ჩვენ ვიცით ბოლო კვლევებით, რომ ყოველი მესამე ბავშვი საქართველოში განიცდის ზოგჯერ ან ყოველთვის შიმშილს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. მაშინ, როდესაც ოცნება იკვეხნის ეკონომიკურ ზრდას, ორნიშნა ზრდას და სასკოლო კვების პროექტისთვის ვერ პოულობს სახსრებს, მინიმალური ხელფასის დასანერგად ვერ პოულობს სახსრებს, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის და თუ ჩვენ საუბრობთ აი უმაღლესი განათლების შემდეგ ჩვენი მოქალაქეების წარმატებაზე, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მხრიდან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სტუდენტებს დღესდღეობით, რომლებიც დასაქმებულები არიან, ხშირ შემთხვევაში მძიმე სამუშაოებზე და ღამეებს ათევენ იმისთვის, რომ თუნდაც ვინის ქირა, სწავლის გადასახადი, კვება და ასე შემდეგ გადაიხადონ ამ სტუდენტებს იმის მაგივრად, რომ საერთო საცხოვრებელი უზრუნველყო სახელმწიფომ მათ უთხრეს, რომ სხვა ქალაქში უნდა ისწავლოთო. აი ესეთი არათანმიმდევრული, ასეთი გამოწვევებზე არაორიენტირებული, ეგრეთ წოდებული რეფორმა არის ოცნების მხრიდან და მე ვფიქრობ, რომ ამ არაპროფესიონალიზმს, ამ კორუფციულ დაინტერესებას და კორუფციას, რომელიც დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში უტოლდება ქვეყნის ღალატსაც კი, უნდა დაესვას წერტილი. ჩემი კითხვის, ტრადიციული კითხვის დასმა აღარ დამჭირდა, ისე უპასუხეთ ამ კითხვას. მადლობა საინტერესო აქცენტებისთვის და წარმატებები.